ბევრი კულინარი მინახავს 3 წლიანი გამოცდილებით, მაგრამ 3 წლის კულინარი პირველად მესმის. გთხოვთ, შევეგებოთ ჩვენი სტუმარია სოფია ღუღუნიშვილი. ვაიმე მოგზანდი, აქეთ მოგზანდი, სასაოცარი გოგო მოვიდა აპლოდისმენტების თანხლებით. დედა, როგორი საყვარელი ხარ და როგორი ლამაზი რაღაცები გაწვია. წამოდი ახლა იქ წავიდეთ ჩვენ, აი აქ მომზადებული გვაქვს რაღაცები და ძალიან გთხოვ, იყვანო, ოპა! აი ასე, ძალიან გთხოვ, მოგვიყვეთ დღეს რა უნდა გავაკეთოთ? რა ჭვიჭარი. რა? ჭვიჭარი. ჭვიჭარი რა არის თუ იცით თქვენ? ჭვიჭარი. ანუ ჭვიშტარი ხომ არ არის ესა? ხო? აი, შესანიშნავი ამბავია. მე შეიძლება რომ მოგეხმარო? კი. რამდენი წლის ხარ შენ? ეგ ბევრია. აი ამდენის. ხო. აი, ესე ხო? ტაში უნდა ამას. მაგრამ ჭვიშტარის კეთება იცის. აბა, რითი დავიწყოთ? გითხარით პატივცემულო. ეს არის ფქვილი. ამაში ჩაყარე. ამაში ჩავყარ, გიგენაცვალე, ჩავყარო. რამდენი უნდა ჩავყარო? თუ მოდი შენქენი. ხო? ზუსტად იცი როგორ უნდა? აი, ახლოს. აჰა, შესანიშნავი. ანუ ეს რაოდენობა იცი, ხო? რამდენი უნდა იყოს, იცი? ხო, ყოჩა. ამდენი ხო. ამდენი იყოს. კი ბატონო, თანახმავა. იცი, მოკო მალე მოვა. ლოკომოკო აუცილებლად მოვა, განსაკუთრებით უყვარს ჭვიშტარი და აუცილებლად მოვა ჩვენთან ლოკომოკო. მინდა გითხრათ. იქიდან გამოვედინე. იქიდან გამოხვედი შენც და ლოკომოკოც სავარაუდოდ ლოკომოკოც იქიდან გამობრძანდება ჩვენთან. ეს ვინ გასწავლა ამის კეთება? დედამ. დედამ. მოდი ეს მთლიანად ჩავყაროთ გინდა, რომ აღარ გაწვალო. აი, ასე. აი. ოი. აჰა, უი. ეს გადავდოთ, კი ბატონო. ეხლა რა გვჭირს? ეს არის იმერული ყველი? ხო? აბა რა შვებით? უნდა ჩავყაროთ? მთლიანად? კი. ხოჩა. არ დატოვო ყველი, კარგია. ხო. რაც მეტი ყველი იქნება ჭვიშტას? ხოჩა. მოუხდება. კი ბატონო. აბა შემდეგი რა გვაქვს გასაკეთებელი? აჰა, ეს აქ ჩავდო. შემდეგი იმერული. ეს იმერული ყველი. ორი ყველით კეთდება ესა? ხო. უი, რა საოცარი ამბავია. კიდე რეების კეთება იცი მომიყევი? ვინი? რა, მოდი. აჰა. ესა კვეცი? ეგ რა არის? კვეცი. კვერცხი? ეგ უნდა გავტეხოთ? ხო? აბა, ფრთხილად. ყოჩახ. ეს ტაშის თანხლებით ხდება, ნახეთ, როგორ აი აქ ჩამიდე. ეს როგორი მაგარი გატეხვა გწოდნია კვერცხი, საოცარი. ეს კვერცხი საიდან მოიტანე? რაღაცა ძალიან კარგი კვერცხი არის, მომეწონა ფერზეც. სახლიდან. სახლიდან მოიტანე? ხელები ხო არ გავიწმინდოთ ჩვენს? ხო, მაგრამ სახში საიდან მოიტანე ეს ესენი? ქათამი. ყავს ქათამი? კი. რას მეუბნები? დიდები და პატარები. ქათმები ყავს? კი. რას რამდენი არიან? ბევრი. ბევრნი არიან? სახელები ხო არ დაარქვი მაგათ შენ? არა. არა? ქათამები. ქათამები ქვიათ, კი ბატონო. ეგ რა არის? ციკვი მარილი. ამას ქვია ერთი მციკვი მარილი დავუმატოთო. ეს გადავდოთ, ხო? ხო? გადავდეთ, კი ბატონო. ახლა მომიყევი, შენ ბაღში დადიხარ? ხო? კაია ბაღში? კი. იქ ჭვიშტარს გაჭმევენ? არა აქვს. რატო არ აქვს? იმიტომ რომ არ გაუმზადე ალბათ თორე. რომ ისულიყავი ხო გააკეთებდი ჭვიშტარს? ხო. აბა მიდი, მოზილე ეს როგორ უნდა გაკეთდეს? ოჰო, შემოგერ, ყოჩახ. რა მაინტერესებს, მაგას წყალი ცოტა ხო არ უნდა დაუმატოთ? ხო. მიდი და ჩამორჩა. მორჩა, მეტი არ უნდა? კარგი. ნახე როგორ ზუსტად უნდა იცოდე, თორე თუ აგერია? ტრისას არ გამოვა ისე ჭვიშტარი ხო მართალია? ჭვიშტარი გიყვარს და იმიტომ ისწავლე ჭვიშტარის კეთება, კიდე რეები გიყვარს, საჭმელები მითხარი. რეები და კვერცხი და ხინკალი. კვერცხი და ხინკალი, საოცარი სინთეზია ეგ. ეს რაღაცა ჩვეულებრივი წყალი არა, რაღაცა ბუშტუკები აქვს ამას, რა არის ესა? არ ვიცი. მინერალურია ეს წყალი? არა, გაზიანი წყალი. ხო, გაზიანი წყალი, ხო, კი ბატონო, მინერალური არ არის, გაზიანი წყალია. კი ბატონო, შეიძლება ეს გაზიანი წყალი დავასხათ აქა? ხო? აი, თორმე, იმიტომ არის. აი, ხო, კი ბატონო, კარგი, ზედმეტი არაფერი მომივიდეს, თორე არ დავაშავო, რაღაცა არ გავაფუჭო. რაღაცები. რა მაინტერესებს, რო გაიზრდები, ვინ უნდა გამოხვიდე, კულინარი? არა, ელზა. ვერ მივხვდი? ელზა. ელზა უნდა გამოხვიდე? ხო. ელზა რა, ვინ არის, რა არის? შენ ტელევიზორშია.
სად არის? შენ ტელევიზორში. შენ ტელევიზორშია? ხო, მღერი. ვერ მივხვდი? მღერი და ჩეკვავ. მღერი და ცეკვავ შენ? რას მღერი და რას ცეკვავ? მითხარი. Where we gone? როგორ? Where we gone? Where we gone? შესანიშნავი არის. ეს სიმღერა და ცეკვით რა ცეკვებს ცეკვავ? Rasta Shambas. სამბას ცეკვავ? რა მაგარია? შმაო, კაი. ეს Lamazat. როგორ? უშენ შემოგელა. გადასარბე. ესე იგი ელზა უნდა გამოხვიდეს შენ. სასახლე გჭირდება შენ როგორც მივხვდი მე, ხო? ყინული სასახლე გინდა? მერე ცივი რო იქნება იქ რო გაცივდა შენ? არა, ტანსაცმელი უნდა ჩავწვო ელზაში. ელზას ტანსაცმელს თუ ჩაიცვალ, რა თქმა უნდა, ყინული სასახლეში არ გაიყინები, ასე არის, კი, ასე ნამდვილად. იცი ელზა დააბეს. ელზა დააბეს? ხო. რატომ? იმიტომ. ეთყობა რაღაცა დააშავა. არა. აბა? ანა გაკინა. აი, ზუსტად მაგის გამო. ეს ბზად არის უკვე? დავამრგვალოთ და გავამზადოთ, რო შეიძლება. კი. აბა. უკვე ნელ-ნელა შეიძლება? მე აქ სპეციალურად მაგ გამზადებული ქაღალდი ამისთვის, რო? ხო. გუჩინ მე მოვიტანე და არ ვიცი შადიყავი შენ გუჩინ. აუცილებლად კი, აუცილებლად უნდა დავდოთ, ხო? აჰა, კი ბატონო. აი ესეთი ბრტყელი ჭვიშტარი გვექნება, პატივცემულებო. ახლა მე რა მაგარად. მოდი, მე დიდი ვარ და დიდ ჭვიშტარს გავაკეთებ და შენ რადგან პატარა ხარ, შენი ზომის ჭვიშტარები და. არა, მეც დიდი ვარ. ხო? ხო. კარგი. აბა, შენც დიდი ხარ. ვინმე? მზად არის? ხო? ამას მე ხა გავაქანებ და შევინახავ იქა და დამიცადე ხა შემე არცად არ წახვიდე რა. ხო, კარგი და მერე გავაგზავნოთ ხო საუბარი? ხო. კარგი. მე მაინც ჩარჭავალ აქედან. ხო, არ წახვალ. სად უნდა წახვიდე? ძლივს მოხვედი და სად უნდა წახვიდე? ასე გამოდის. აი, აქ. ეს. დაველოდოთ და გაი. აჰა, შევდეთ და დაიწყებს ეს მუშაობას ჩვენ ამასობაში გავაგზავნოთ საუბარი. ხელები კიდე გვაქვს გასაწმენდი. აჰა. აი ეს ეხლა მომიყევი. მე ყველაზე მეტად რა გიყვარს რისი კეთება შენ? ხინკალის კეთება გიყვარს თუ ჭამა ის მითხარი? ხინკალი მამიკო წამიყვანა შანკინკესია იქ ჯის. რაო? იქ ჯის მამა. სახინკლეში წაგიყვანა მამა? არა, ეხა კი არა. აბა? ესე მე შევცხოვრობ. სად? ავჭალაში. გადასარევი ადგილი არის. სუფთა ჰაერზე ხარ, გადასარევი ადგილებია იქ, მე ვიცი. ეხა მალე მოვა მოკომოკო. ლოკომოკო აუცილებლად მოვა. მოიცა მომიყევი ჯერ სანამ ლოკომოკო მოვა, ლოკომოკო გზაში არის ჯერ. არა, იქ დევს. ვინ დევს, როგორ დევს? მოდის გზაზეა იმან, საჩუქრები უნდა აიღოს, უნდა წამოიღოს, თელი ამბავი არის. მაგრამ იქ მართლა დევს. რა არის, სასაცილო, თქვი რამე? არა. ნუ დამცინი. სიმღერები იცი? ხო. აბა როგორც ელზა. ელზა არის ჩვენი ქვაკუთხედი, როგორც დღევანდელი ჩვენი გადაცემის, აბა მიმღერე ელზას სიმღერა. სად მიდიხარ? უნდა ჩავიდე და იქ რატომ უნდა ჩახვიდე? იმიტომ რომ უნდა გემღერო. უნდა მიმღერო, კი ბატონო, აქეთ. სიმღერა აქეთ არის, საჭმელი აქეთ, შესანიშნავია, მე აქ დავდგები და მოგისმენთ, აბა. ჩამირთე. რა ჩაგირთო? მუსიკა გინდა რომ ჩაგირთო? ეხლა ვეცდებით რომ ზუსტად ის მუსიკა ჩაგირთოთ, რომელიც თქვენ გნებავთ, პატივცემულობ. Yeah.
სასწაული. კიდევ უხარ აპლოდისმენტები. ესეთი შესანიშნავი წარმოდგენისთვის როგორი ოქროსი იყო. ყოჩა საოცარი ამბავია. ეს არის უბრალოდ მღერიო, ეს უბრალოდ სიმღერა კი არა, ეს ახლა მთელი წარმოდგენა გქონდა აქ. კიდე იცი რა ვიცი? რა? დედა, დედიკო. უიმე? ვაიმე დედა? აბა? დედა, დედიკო, ჩემო ლამაზო. ამ სიმღერაზე გვინჩი აი, დედიკო სიკუმღერე. ელაზე ლამაზი თქვენ თვითგანახავთ. შესენი ჩიჩოსი გაცენება ხარ. დედა, დედიკო, ჩემო ლამაზო. ამ სიმღერაზე გიჩნი რო გაგაჰარო. აპლოდისმენტები. დაუხარდა დედიკოს და მარტო შენ დედიკოს არა, მე მგონი ყველა დედიკოები ბედნიერები არიან ახლა. ჯერ ჯაშია მოკო. ლომების არ გეშინია შენ? კი, მეშინია, აბა. მართლა ფორმა რო არ მეშინია. ნამდვილი ლომის გეშინია? ხო, ნამდვილის მეშინია. გასაგები. აი ასე. და ნამდვილი ლომი რომ მოვიდეს და ნამდვილმა ლომმა მოიტანოს საჩუქარი, მაინც შეგეშინდება? არა. საჩუქარი იყოს ოღონდ, ხო? არა, ფორმა არის ის რა ლომი. რა ლომი, რის ლომი, რა თქმა უნდა. აქ ვიღაცა ისინი კი არა ვარ, სულელები. ასე არ უნდა. ხო. წამოდი, არ გინდა ვნახოთ ეხლა მზად არის თუ არა? ხო. წამოდი ვნახოთ. აი, აქ არის. აჰა, ბატონო. მოდი. აჰა. შესანიშნავი. ჭვიშ თხილად ცხელია, არ დავიწვათ. აი, ჩვენი ჭვიშტარიკი. ხო. აი, ეს არის ჩვენი ჭვიშტარიკი. რა გამოგვივიდა? ხო. შენ გაგიკეთე. მე გამიკეთე? ხო? თელია. საოცრება, დამინჯერეთ ძალიან გემრიელია. გადასარევი საუკეთესო არის. შენ ეხლა რას იმსახურებ თუ იცი? და დედიკოს და მამიკოს რო წამიყვანე შაკინკეში. დედიკო და მამიკო. ძალიან გთხოვთ აქვე საჯაროდ შეპირდით ბავშვს რომ წაიყვანთ სახინკლეში. პირდებით? პირდებით. აჰა, წაგიყვანენ. მაგრამ კიდე რას იმსახურებ თუ იცი? რას? ჩამოხდეთ. ჩამოხდი? არა, წეგან რო საუბრობდი, წამოდი. კარგი ჭვიშტარი თუ გამოგვივა, რა უნდა მივიღოთო? საჩუქარი. აბსოლუტურად მართალია და პირველი ვინ მოემართება ჩვენთან, იცი? ფაგიო! აი, ფაგიო მოგუტანა საჩუქარი. მადლობა ფაგიო. თამაში დევს ფაგების სპეციალური ნაკრები, რომ გაცივდე და არანაირი ინფექცია არ მოგეკაროს. დედამ იცის ფაგიო. ახლა კი ვინ მობრძანდება? მოკა. ლოკომოკოს ლომი. აი, მოგიტანეს საჩუქარი შენ ვიშუაში დავდგეთ. აი, ლოკომოკო მიყვარხარო, ესეთი ამბავია. ესე იგი, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენთან სტუმრად იყო 3 წლის კულინარი სოფია ღუღუნიშვილი.